Pirosmanis ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. Pirosmanis 26 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. Ჭუღურეთის რაიონის გამგებელი განმარტავს, რომ თანადაფინანსებით ამ ეტაპზე რაიონში 100-ზე მეტი სახლი მაგრდება. ამის დაწყება შესაძლებელი იქნებოდა რამდენიმე თვის წინ, რო არა ის გაუთავებელი სამთვიანი ხელოვნური საბიუჯეტო კრიზისი, რომელიც საკრებულოს შეგვიქმნა. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ათეული სახლი სარგებლობს თანადაფინანსების ინსტიტუტით, 85%-ს ხვედრიცის ირტის გამგეობა, 15%-ს მოსახლეობა. ეს არის არაჩვეულებრივი თანაშრომლობის ინსტიტუტი გამგეობებსა და მოსახლეობას შორის და ეს უნდა გაგრძელდეს. Ჭუღურეთში ახლა დღეს დაახლოებით 120 სახლამდე ვამაგრებთ, დაახლოებით 30-40 პროექტი არის მომზადებული იმისათვის, რომ სახლები გამაგრდეს. Თქვენი შეკითხვა, რაც დაკავშირებული არის იმასთან, რომ რამდენად მუშაობს ეს პროექტი, აგერ არის მაგალითი, რაც მე გითხარით ზუსტად ამ გამაგრებებთან დაკავშირებით, ეს არის მაგალითი იმისა, რომ სახლების გამაგრება არის შესაძლებელი. გვერდზე 20 ნომერში ვცხოვრობდა, იგივე პრობლემა იყო. Даже უარესი დათო დაღელაშვილი არის უკონკურენტო ადამიანი და ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი და მე დარწმუნებული ვარ ყველაფერს ესევე ჩაატარებს ბოლომდე.